დავიწყოთ გაგრით, სადაც 26 გრადუსია ნავარაუდები და მზე. Დავიდეთ სოხუმისკენ 25 გრადუსი და უმეტესად მზიანი ამინდი გელოდებათ დღეს. ზუგდიდში +26 გრადუსი და ასევე უმეტესად მზიანი დღე. მესტიაში იქნება 19 გრადუსი და უნალექოდ ჩაივლის დღე. რაც შეეხება ფოთს, აქ +24 გრადუსი დაფიქსირდება. გადავინაცვლოთ ამჯერად უკვე ბათუმში, სადაც დღეს იწვიმებს 23 გრადუსი სითბო არის მოსალოდნელი. და ოზურგეთში წვიმს. ქუთაისში იქნება 27 გრადუსი, უმეტესად მზიან ამინდთან ერთად. +25 გრადუსი ამბროლაურში და ასევე უმეტესად მზიანი დღე. ახალციხეში წვიმს დღეს 21 გრადუსი სითბო და ნალექი დღის განმავლობაში. ბორჯომში 18 გრადუსი და უმეტესად მზიანი. ბაკურიანში 15 გრადუსი სითბო. სინოპტიკოსები 22 გრადუსს კვირდებიან გორში. ცხინვალში იქნება 20 გრადუსი და ასევე ნალექი დღის განმავლობაში. სტეფანწმინდაში +15 გრადუსი და დღე ნალექიანი იქნება. რა მოხდება გუდაურში? გუდაურში იწვიმებს 10 გრადუსი დაფიქსირდება და დღის განმავლობაში ნალექი გელოდება. თელავში 21 გრადუსი ტემპერატურა და წვიმა. რუსთავში იქნება 23 გრადუსი, წვიმიანი დღე მოკლედ და ჩვენს დედაქალაქ თბილისში წვიმსო ამბობენ სინოპტიკოსები 22 გრადუსაც კვირდებიან ტემპერატურას. მოკლედ აღმოსავლეთ საქართველოში მეტწილად წვიმს, როგორც შევამჩნიეთ. თავი მომაბეზრე რაღაცნაირად ამ წვიმამ და ჩვენი დედაქალაქი მხოლოდ მე. თბილისი არა უშავს ცოტა ხანში ისე ჩამოცხება ჩემო თაკო რომ ეს წვიმა სანატრელი დაგვეხება. მიღმა აიმე ესენი ვინ არიან აქ? ჩვენს მაყურებელს. ვინ არიან აქ ესენი?